მოგესალმებით, ჩვენი შემდეგი და მორიგი ეპიზოდი იწყება. დღეს გვყავს პირველი სტუმარი. ძალიან განსაკუთრებული სტუმარი, მე ესე ვიტყოდი. როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიით, იმიტომ რომ ინა ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ვიწვალეთ იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო პირველი და რა პროფესია იყო და რაღაცა ოქროშუალედი გამოგვივიდა ძალიან კარგი პროფესიის და შესანიშნავი ადამიანის ალბათ რომლის დაწერილი ისტორიებზეც თანამედროვე საქართველოს ნახევარი მაინც გაიზარდა რა. ზუსტად. აბა მოგითხარი მაშინ ვიყავს. კაი, მოკლედ ჯერ ისე შესავალს მოგესალმებით. შესავალს გავაკეთებ პატარას, რომ ბევრს ალბათ გონია რომ რაღაც ეს სცენარისტობა, აქედან დავიწყებ, უბრალოდ დაჯექი და დაწერე ამბავი გონიათ რა და დღეს გავიგებთ რეალურად ამ რაღაცნაირად შემოქმედებითი პროფესიის როგორც დადებით, ასე უარყოფით მხარეებს და ჩვენი სტუმარი არის ქეთი დევდარიანი. გამარჯობა. ისე წარმადგინეთ, მეგონა სხვაზე ლაპარაკობდით ჯერ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ უღრმესი მართლა რომ დაგვითმეთ დრო და რაღაცნაირად ჩაერთეთ, წვლილი შეიტანეთ, რომ ადამიანებს რაღაცნაირად კარგად გავაცნოთ სხვადასხვა პროფესიები და განსაკუთრებით ეს თქვენი შემოქმედებითი პროფესია სცენარისტობა. და პირველი კითხვით გადმოვალ თქვენთან რა, რომ რაზე სწავლობდით, აქედან მინდა რომ დავიწყოთ რა ძალიან ღრმად და საერთოდ რა გეგმები გქონდათ მაშინ. ანუ როგორ გაჩნდა ეგ იდეა, ანუ იმ დროს სცენარისტობა უკვე რაღაც ჩანდა თქვენს ჰორიზონტზე, თუ საერთოდ რაღაც სხვა მიმართულებით მიდიოდით და მერე უცებ რაღაცნაირად მოგივიდათ ეგ. მოკლედ, მე პროფესიით არ ვარ სცენარისტი, მე ვარ გერმანისტი და ვიყავი გერმანულის მასწავლებელი. ეხლა ვინც ნანობს მაგალითად 17, 18, 21 წლის ასაკში რაღაც იქ ჩააბარებინეს ან იქ სწავლობს სადაც არ უნდა და ვეტყვი რომ ყველა ასაკში შეიძლება თავიდან ისწავლო რა პროფესიაც მოგინდება. ზოგი გრძნობს 16 წლიდან რომ სცენარისტობა უნდა ან რაიმე სხვა ექიმობა, სულ ერთია რა პროფესია. და ზოგი ამას ხვდება ჩემსავით 33 წლის ასაკში. მე ვიყავი 33-ის, როცა სხვებმა მითხრეს უფრო სწორად, სრულიად შემთხვევით დავწერე სხვის მაგივრად ერთი სერია, სხვა სერიალის, არა ჩემი ცოლის და ქალების და მაშინ აღმოჩნდა რომ თურმე მე წერა შემძლები. არ ვიცოდი მანამდე, იმიტომ რომ სულ ვამბობ, მე არ მიწერიან, ჩემი ემოციური გამოხატვა და სამყაროსთან ურთიერთობა არ იყო გამოხატული ნაწერში. აი არ წერდი არაფერს, აი როგორც ვიღაც რო გიყვარს და ლექს წერ ან რაღაც ჩანადღილებს. არაფერს ეგეც არ ვაკეთებდი, ვასწავლიდი გერმანს. უბრალოდ ერთი რაც შემილია ვთქვა, რომ სცენარისტობას რაც ჭირდება, ესე უცებ რომ მოგინდეს მაინც რთული, თუ უნდა გიყვარდეს კითხვა. აი მაგის კითხვა მინდოდა მე და კარგია რომ წინასწარ თქვით, აი კითხვა არის აუცილებელი პირობა, კითხვა უნდა გიყვარდეს და დაკვირვება სხვებზე. თორე სხვებზე დაკვირვებით ყველაზე მეც იგებს საკუთარ თავზე. ძალიან მაგარია. აი ისევ იმ პერიოდს უბრუნდები რა სტუდენტობისას. ის არჩევანი რაც მაშინ ქონდათ გაკეთებული გერმანისტობას, რომ ამბობ გერმანულის პროფესიონალს რო ჩააბარეთ, მერე ანუ ეგ იყო თავიდანვე რომ მასწავლებელი უნდა ყოფილიყავით თუ უბრალოდ ენა გინდათ გესწავლა თუ ეგეც როგორ წარიმართ. და მაშინ თქვენი გადაწყვეტილება იყო ეგ რომ აი გერმანული გესწავლათ თუ? მე რადგან ვარ 152 წლის, მეთქვი რომ მაშინ არავინ არ მითხრა რომ არ შეიძლება ჩააბარო ენაზე, ენა უნდა ისწავლო ისე. არ არის აუცილებელი ამას მიუძღვნა რაღაც პროფესია, მაგრამ გერმანისტი კიდე სხვა რაღაც, გერმანისტი არ არის მარტო გერმანულის ცოდნა, ეს არის გერმანული ენა, ლიტერატურა, როგორც ქართულის ფილოლოგია, ასეთი, ანუ აუცილებელი არ იყო რომ მასწავლებელი ყოფილიყავი, მაგრამ მე ყველაფერი ერთად გავაკეთე, ჩაბარება, გათხოვება, შვილის გაჩენა, მუშა რაღაც და ესე გამოვიდა რომ მასწავლებელი ვიყავი, თუმცა ძალიან მიყვარს გერმანული ლიტერატურა, მაგრამ ყოველთვის მქონდა განცდა რომ არ არის ჩემი ანუ იქ არ ახარცადა ხო? მასწავლებლობა არ არის ჩემი. მიუხედავად რომ დღესაც ვარ ლექტორი, რადგან სერიალი არ მაქვს და მყავს ჯგუფები, სადაც ვასწავლი ამბის თხრობის ტექნიკას და ძალიან მიყვარს ეს პროცესი თვითონ. აი პატარა ბავშვებთან სკოლაში სწავლება მივხვდი რომ ძალიან მიჭირს. ეგ სხვა მოწოდებაა.
და აი სცენარისტობა რომ უნდა დაჯდე და წერო რაღაც და მე ფიდბექი კონდეს ასეთი შენ რაც გიყვარს უკუსიყვარულიც მიიღო ეს ყოფილა კარგი და საჩემო ესე აღმოჩნდა ძალიან საინტერესო არის მართლა აი როგორ გიღვივდება მე რაღაც მიმართ ის რა და ალბათ ყველა არ მოგეწონა იმიტომ რომ იზრდები რა აი 14 წლის რო იყავ ვინც მოგწონდა ეხლა ხო აღარ მოგწონს ასეა პროფესიაც ასეა ყველაფერი ადამიანი ვითარდება, ტრანსფორმირდება, შეიძლება დეგრადირდეს, რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება დაემართოს, მაგრამ ამ მეტამორფოზას უგადის და თუ მიაგნო იმას, რაც მას ღერც უმაგრებს და დედამიწაზე თავის ადგილს აგრძნობინებს, აი რომ აქ ხარ მყარად. ის რომ მე სცენარისტობა მომწონს განაპირობა მათ შორის დამოკიდებულება მიმის მიმართ, რასაც ვაკეთებ. ჩემთვის პატივსაც ემ ადამიანებს რო ეთქვათ, რომ ნუ ვერ წერ, ან არავის არ ეყურებინა, რასაც ვაკეთებ, ალბათ კიდევ ვიფიქრებდი, რომ ესეც არ არის ჩემი. მაინც უკავშირის ამბავიც არის. რა თქმა უნდა. გჭირდება დასტური, რომ ხო, ტყუილად არ შრომობ. რა თქმა უნდა. და ნუ პრინციპში ამის დასტური გააქვთ ახლა თქვენ და ნამდვილად აქ არ ვიკეკლუცებ და ვერს ვარ მართლა გისმენთ უბრალოდ ხო და ყველაზე საინტერესო ის იყო ჩემი ეს ახლა რაც ამბობდით რომ აი რაღაცა სტატიური არ არის ეგ პროცესი რა და ჩემი აზრით ალბათ ახალგაზრდებისთვის ნებისმიერი ადამიანისთვის ის საინტერესოა რომ სადღაც შეგიძლია შეცვალო რა რაღაც რა კი ანუ ეგ ძალიან კარგი რამე არის იმიტომ რომ ალბათ ჩვენ ერთ თაობაში ვართ და კიდე უფრო წინა თაობაში ის იყო რომ აი რაღაცას რო ირჩევა უცილებლად ბოლომდე უნდა გახვიდე და აი ერთი პროფესია თუ გაქვს ამ ჩარჩოში ხარ და ამით იწყებ ამაში ვერდები და ამით მიდის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა ბოლო ну 70 წელია. მას შემდეგ რაც ანტიბიოტიკი და სტატინები მოიგონეს, გაიზარდა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და შეიძლება 80 წლამდე და 90-მდე მობეზრდეს სულ ერთ პროფესიაში ყოფნა და რა ვიცი, აი მე ფიქრობ კიდე რა გამოვიდე. თუ სერიალს არ აღმიდგენენ, შეიძლება რა ექიმობა მინდა, მაგრამ ეხლა უკვე ცოტა მაგისთვის გვიან 12 წელი და მე პენსია მიწევს და ამიტომ თორე და თან ტვინი ვეღარ იმახსოვრებს იმ. ერთი ეს არის კიდე რაც ეხა ძალიან ისე რო არ გამოგვივიდეს, რომ 80 წლის და 16 წლის ადამიანს ერთნაირი შანსი აქვს. 16 წლიდან 25-მდე უფრო ადვილად სწავლობ და მაინც რაღაცების სწავლა წაკითხვა მაგასაკში ჯობია. მე შეიძლება ეხა რაღაცებს მეც ვსწავლობ, სხვანაირად ვერ იმუშავებ და ვერაფერს ვერ გააკეთებ. პოდკასტსაც ვერ ჩაწერ და ახალსაც ვერაფერს ვერ გაიგებ, მაგრამ აი ეს რაღაც ღვთითბოძებული უნარი რომ მალე დაიმახსოვრო, რომ ბევრი მოასწრო და კიდე ღამე მერე გაათენო კიდევაც და შეყვარებულთან ჩხუბიც მოასწრო და ყველაფერი ერთად მოასწრო, ეს არის აი ეგასაკი რა, პირველი 25 წელი ცხოვრების. აიდანაც მაქსიმალური უნდა ავიღო. მაქსიმალური უნდა ამოიღო, ხო და მე ეს გამოგადგება სხვა ბევრი პროფესიის შესწავლაში. თუმცა მე მომწონს სცენარისტობა, რომ იყოს საშუალება ჩვენს ქვეყანაში იმის, რომ მე წერო სცენარები, სულ ამას გავაკეთებდი. ხოჩურს ხშირად მეკითხებია, რომ აი კინოს ამბიცია და ერთი პატარა საიდუმლო არსებობს სერიალის სცენარისტობაზე. თუ დააკვირდებით, ყველა კარგი სერიალის სცენარისტს ყოველთვის აქებენ ხომ. ნუ ლანძღავენ კიდევაც თუ რამე არ მოწოთ, მაგრამ აი სერიალი არის სცენარისტის პროდუქტი. სცენარისტი იციან, იმას თხოვენ პასუხს, რატო მოკალი ვიღაც გმირზე, დიალოგის გამო ის კინო არის რეჟისორის და თეატრის არის მსახიობის. მსახიობის ამიტომ უყვართ თეატრი, რეჟისორებს კინო და სცენარისტებს სერიალი. აჰა. ხო და ამიტომ ის არის, აი კინო არის ესეთი ხელოვნების დარგი, სადაც ყველაზე მთავარი არ არის ტექსტი და არის ატმოსფერო და გამოსახულება და სერიალში ტექსტი თუ არ გაქვს, ეგეთი სერიალები ძალიან ცოტაა და არის მოყვარულებისთვის. სულ შევსებული უნდა იყოს ლაპარაკი. მე წერა რომ დავიწყე, იქ აღმოვაჩინე რომ ამდენ სხვა ადამიანები მინდოდა რომ რაც შეიძლება ავთენტური ყოფილიყო დიალოგები და უფრო აღმოვაჩინე მე რომ ეს გინდა რომ ბუნებრივი იყოს ოჯახის წევრები ამდენს ერთმანეთს სხვა არ ველაპარაკებით სინამდვილეში სულ რაღაც სულ დიალოგია და ხო და მაგას ახლა სახში არ ლაპარაკობ აქ არის სულ კონვერსიის არის მურთიერთობა სულ დიალოგია სულ რაღაცის გარკვევაა და აი ეს უნდა მოახერხო რომ არ იყოს ამდენს ვინ ელაპარაკება ქმარ შვილს დედამთილს რაღაც მეგობრებს კაი, რადგან ეს სცენარის უშუალო წერაზე გადავედით, მაშინ ერთი კითხვა მაქვს ესეთი რა, რომ რამდენად ხშირად გიწევთ ისეთი სცენის ამოღება, რომელიც პირადად თქვენთვის ძალიან ძვირფასია და ფიქრობთ, რომ აი ძალიან საინტერესოა, კარგია, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ნუ გიწევთ, რომ რაღაც სცენარი ამოიღოთ და
ერთ გადაცემას უყურე თქვენსას ადრე და ამბობთ, რომ ანუ მომიწია, რომ ეს პერსონაჟი რაღაც დასრულებულიყო რა. ანუ აი ეგ რაღაც kill rule როდის არის ხოლმე რა. ნუ საერთოდ როცა რაღაცას გააკეთებ და მე გეუბნებია რომ უნდა ამოიღო ყოველთვის რთულია, იმიტომ რომ ეს არის რაღაც რა ვიცი, აი ფაილი რო წაგეშალოს იგივეა, რომელსაც ვეღარ აღადგენ, მაგრამ ძირთადად ეს მაინც მსახიობების გადაწყვეტილების გამო ხდებოდა ხოლმე და არა პროდიუსერებისგან. როგორც წესი ვიღებთ იმიტომ, რომ რაღაცა შეიცვალა მათ განრიგში. თორე ისე რომ აი ან რეჟისორი და პროდიუსერი რომ მეტყვიან, ოღონდ წინასწარ ჯერ ხო აუთლაინი იწერება, რომ ეს ძვირი დაჭდება და არ დაწერო. ქორწილი, გასვენება, ბევრი პატარა ბავშვი, ბევრი ცხოველი, ასეთი სცენები, რაც არის უკონტროლო და მართვის თვალსაზრისით რთული, იქ მერე პროდიუსერი გეუბნება, რომ მოდი ეხა ცოტა აი ძალიან დაგაჭრის შენი ქართული ბაზრის სეკატორით. ჩვენი პროდიუსერიც ეგრე არის ეხა არ გვესწრება. მე დახეთი დოკუმენტური ფილმი ლინჩი ეხვეწება თავის პროდიუსერს, ოღონდ აქ არავინ იფიქროს, რომ თავის ლინჩს ვადარებთ ვინმე. უბრალოდ ეხვეწება, რომ რაღაც თავიდან გადაღება მინდა და არა ისევნება, არ არის ფული, რაღაცა იმკმაყოფილო იყო და თავიდან გადაღება უნდა და არაფრით არ გადააღებინეს. აი ეგ არის ნინას იმას გავაგზავნებდი კითხვას კიდე რაღაცა ხომ თავდება თქვენ ახსენეთ ეხა ერთი მხარე სუფთა იმისი რა ის თუ პროდაქშენის მხარე რა და ყოფილა თუ არა ეგეთი მომენტი როცა უნდა დამთავრებულიყო პერსონაჟი იქიდან გამომდინარე რომ რაღაც საზოგადოებასაც ხო უსმენთ რა მაგ შემთხვევაში თან იმდენად დინამიური არის ის პროექტები რაზეც თქვენ გიმუშაობთ რომ მე მგონია რომ აი ერთ-ერთში ავი ხელი გიდევთ იმაზე რა ქვია პულსზე და უსმენთ ხალხს აი ეგ კორელაცია როგორ არის ხო ხო და რომ არის მაგის გამო რომ აი აღარ მოწონს თქვა თან ამოწურა ამ პერსონაჟმა თავი ხალხს ცოტა ისევ ტექნიკური ისმე შემოიყვანოს შეიძლება არ მოეწონოს და მეც გავითვალისწინე მაგრამ უკვე 12 სერია მაინც იყო ხოლმე გადაღებული ან დაწერილი და ეხა ვერავის ხათრით მაგას თავიდან მე 12 სერია ბევრი მაგრამ ტენდენციებს რა თქმა უნდა ვაკვირდებოდ კიდევ არის აქაც დრამატურგიული კანონზომიერება ერთი პერსონაჟი შეიძლება განავითარო ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადოს, კათარზისი, განვითარებული, მაგრამ მე უკვე ვეღარ უხერხებ ვერა. აღარ მიდის არსად. აღარ არის ბუნებრივი. აი მაგალითად თუ ადამიანი ერთ-ეგივე შეცდომებს იმეორებს, უკვე იმდენად კომიკური ხდება, რომ მის მიმართ ემპათია გეკარგება. ეს მარტო ძალიან შავ კომედიებში და არ შეიძლება ადამიანმა მაგალითად აი თქვათ არის გოგოზე, რომელიც ცოლად გაყვა ნარკოდამოკიდებულს და რაღაც ამის გამო შეექმნა პრობლემები. ეს შეგიძლია აჩვენო ორჯერ, სამჯერ, რომ რაღაც პატერნს იმეორებს. მერე თუ ისევ ამას აკეთებს, ვთქვათ, კიდე 10 ჯერ უკვე მერე გეცინება ამ ამბავზე და შენთვის არც არის საინტერესო. სულ ადამიანის ჩვენი ფსიქიკა მოწყობილია ისე, რომ უნდა განვითარდეს სიუჟეტიც ყველანაირი ხაზით ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი მზარდი უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ კარგისკენ მზარდი, მაგრამ ზოგადად უნდა შეიცვალოს რაღაც. და ეხა ერთი პერსონაჟი მყოლია მე პერსონაჟი, რომელიც ყველაფერი იყო მღვდელი პოლიტიკოსი, ავანტურისტი ტროლი. ხო და ნუ მე მივხვდი, მაგრამ ესეც არის ფსიქოტიპი, რომელიც ყველაფერს ედება. ზუსტად მაგის თქმა, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პერსონაჟი არის, ზუსტად მაგის გამო. და აი ეგეთი რეალური ადამიანები მინახავს, აი ეგეთი ზუსტად განვითარების რეალური იყო, ანუ ხო და ყველაზე მაგარი ეგ იყო მან. მაგრამ მაინც დასასრული ქონდა მაგას და თვითონაც მობეზრდა და წერითაც უკვე რაღაც დროს თქვენც მოგბეზდებოდა. თუ უბრალოდ ჩვენ სანამ მოგბეზდებოდა, მანამდე აი მნიშვნელოვანი დეტალია სხვათა შორის ეგ რა. აი სპორტშიც და რაღაც სხვადასხვა პროფესიებში არსებობს მე მგონი ეგ მომენტი რომ აი ხანდახან ჯობია წახვიდე ალბათ როცა ჩვენებით არ წავსულ ვართ ასე რომ არა მაგრამ კონკრეტულ პერსონაჟზე ვამბობ კონკრეტულ პერსონაჟი კი მაგიტომ წავიდა მაგრამ ზოგადადად ჯობია გაჩერდე როცა ყოფ რო ხალხს მობეზი მაგრამ ჩვენ პიკზე გავჩერდით რატო ეხლა განა იმიტომ რომ არ მობეზდებოდა თუ უბრალოდ მე ვცვლიდი სინამდვილეში ბევრი სხვა პატარა სერიალი იყო შიგნით. ამიტომ კი ერქვეს ჩცდ, მაგრამ ბოლოს არ იყო. სხვა სერიალები იყო, უბრალოდ კოლ გაქონდა ჩცდ-ში, თორე ეგ 2 წელიწადში მოსაბეზრებელი იქნებოდა. ანუ ერთ ოჯახს ვერ უყურებ მაგდენი ხანი. სხვადასხვა ამბები იყო რა. ბევრი სხვადასხვა სერიალი იყო. აი რომ იყო დიდარი ქვეყანა, მაგალითად ამერიკა, ერთის მაგალითად მანდან გამოვიდოდა 10 სერიალი. კი ბატონო, მე რო აკეთებენ ხო, ეს მიგმული რო არის. კი, პრიკველი, სიკველი, ყველაფერი შეგიძლია გააკეთო.
ძალიან კარგი არის. ერთი კითხვა მაქვს გამომცემლებას. რა თქმა უნდა. ესეთი ხა რადგან უფრო ტექნიკურ მხარეზე ვსაუბრობდით, ეგ მაინტერესებს ძალიან, რომ ყველაზე რთული, ან უსამართლო შენიშვნა, რაც გახსოვთ ისე თავიდან პირველ ეტაპზე, რაც მიგიყიათ და რასაირად თქვენში ძალიან ისეთი იყო გარდამტეხი შეიძლება. ნუ ამ წერის დროს რა. ესე იგი, ეხლა რაღაც ისეც ვიტყვი, რომ შეიძლება არ დაიჯეროს ბევრმა ადამიანმა, იმიტომ რომ ცოტა საქართველოს შეგეც სამსახურმა. მე ისე გამიმართლა, აი გამართლება, სადაც გჭირდება, ეს არის სამსახურში უფროსობა და ვისთან მოხვდი, ვინ მოგცა შანსი, ფორმულა კრეატივში ისე მაძლევდნენ ეტყობა ამ შენიშვნებს, რომ მე ეს არ მახსოვს და არ მაქვს ეს ჩარჩენილი რაღაც იმათ. არიან ძალიან კეთილგანწყობილები, საქართველოს ყველაზე არასექსისტი კაცები, რომლებმაც ქალს დაუთმეს ასპარეზი რო წერე და ჩვენ მხოლოდ მოგეხმარებით და თან მე ვიყავი, ნუ მიდიხარ ეუბნები, რომ შენ პრინციპში არავინ ეს არაფერი არ დაგიწერია, ხო? და პილოტის დონეზეც რო გენდონ, ესეც ფულია და ესეც ხარჯია და ესეც რისკია. და შენიშვნასაც ყოველთვის დღემდე მაძლევენ. მე იმდენად კომფორტში ვიყავი მათთან და ვარ, რომ უკვე სადმე სხვაგან ცოტა იმას ვეღარ ვეგუები. აი ეს არის ჩემი პროფესიული ის, რომ მგონია რომ ყველგანა ესეთ სიტუაცია, სადმე რომ ვიგებ, რომ ვიღაცას ფეხი დაუდო, ეს რაც ჭირდება თქვა პროფესიული ჩემი ფიქციის სამუშაოდ და ფიქციის შესაქმნელად, ხო? სულ მიკურის, რომ აი თანამშრომლები ერთმანეთს ერჩიან, რაღაც უფროსთან ვინ შეასწრებს, ენას ჩვენთან ეგ არ ჯერ სცენარისტის ის არ არსებობს, ანუ კარიერა, სცენარისტი ხარ. და მე ხარ ან კარგი სცენარისტი, ან ცუდი, უფროსი სცენარისტი, დეპარტამენტის ეს ვერ ხდები რა. სცენარისტების დეპარტამენტი არ არის. ამიტომ პროდიუსერი, რეჟისორი ყველა ვიყავით მეგობრულად, ოღონდ ეს არის შეძლებთ, მე ხოცავდით ხოლმე რომ გენახათ ხანდახან სამონტაჟოში რა ხდებოდა. მე მგონი ეგ მეკიგო ფილმ არ გვაქვს ცუდი, მაგრამ ძალიან ხშირად ერთმანეთი დაგვილანძღია კიდევაც. მე ვიყავი განსაკუთრებით დაუნდობელი და ბოდიშს უხდი ახლაც ყველას. და ამბობენ ჩემზე რომ ძალიან ავივარ, მაგრამ ყოველგვარი პიროვნა, აი არავის არაფერი არ ჩაგვჭა მოკლედ. იმიტომ რომ ეს ეხებოდა ძალიან კონკრეტულ საქმეს და არა რაღაც ჩვენ პიროვნულ. არავით არის პერსონალური არაფერი არ იყო, მაგრამ პირადული. მართლა არაფერი, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე პირადული. სამსახურში გერჩიანი, იმიტომ რომ ეს არის პირადული და არა რაღაც საქმის და იქ იყო მართლა საქმე. ჩვენ ყველას გვინდოდა რომ სერია რო გავიდოდა. ყოფილიყო კარგი და მე რო ვიცი რომ ხმას, ოპერატორს, რეჟისორს, პროდიუსერს, სახით ყველას ეს აწუხებს და ყველას ეს უნდა. მე უკვე რა გამიკეთე და ზურგში დანა რატო ჩამარტყი, ეს არ არის რა. იდეები მოუწოდებიათ, შენიშვნაც მოუწევთ, მაგრამ ეს არ იყო მტკივნეული. ამიტომ მე ხა ვერ ვიხსენებ რაღაც ისეთს, რომ აი 3 დღე მერე ჩავწექი და Radiohead-ს უსმენდი ისე მეწყინა. ყოველთვის კორექტულად ხდებოდა ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ეს ჰორიზონტალური მართლობა, დემოკრატია შიდა. შეიძლება ადამიანისთვის უფრო ადვილი იყოს, რომ ვერტიკალი, აი მე ვარ უფროსი და არ მაინტერესებს პატივისცემას ვიწევ თუ არა, უნდა მცე პატივი, ეს არ იყო. ამიტომ აი ეს რესპექტი, რომელიც ჰორიზონტალურ ურთიერთობებში უნდა გაჩნდეს, რთული მოსაპოვებელია, მაგრამ უფრო ტკბილია. და უფრო დიდხანს კი, და მართლა პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ამიტომ ბიჭებს, როგორც მე მათ ვეძახი, აქედან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რაც მომცეს და მაშინ დავიფიცე მე, რომ მათ როგორც არ უნდა გაუჭირდეთ, ვთქვათ, ფინანსურად ან მათ კომპანია შეკვეთა არ მისცენ, ან მარტო მე დამპატიჟონ რაღაც პროექტზე, მე მათ არასდროს არ ვუღალატებ იმ პირველი შანსისთვის, რომელიც მომცეს. აუ, ძალიან მაგარი არის რა. ძალიან კარგი რაღაცაა. დადუმებული ვარ. ძალიან საინტერესო რაღაც ახსენეთ, აი რამდენი ვინმე არის ჩართული იმ პროცესში, რომ თქვა ერთი სერია გამოვიდეს. და აი აქ ეხა ჩემთვის ესე წარმომიდგენია, რომ ალბათ როცა წერთ ყველას ითვალისწინებთ, ხო? ითვალისწინებთ რა კუთხით მომიცი, აი რა ტემბრით ლაპარაკობს, როგორი მანერით არის ის, როგორი იღებს, რომ საბოლოო ჯამში მთლიანი ხედვა ერთი სერიის იქნება თუნდაც სეზონის, ხო, რეალურად სცენარისტის თავში ვითარდება ეგ, ხო, სწორად მესმის თქვენ ამის თქვა, და აი ეგ როგორ არის, როცა ყველაზე ერთად ფიქრობთ და საბოლოო ჯამში რაღაცა მაგარი გამოდის. საბედნიერო ჩვენ ყავს ადამიანი, კასტინგის მენეჯერი ქვია ამ პროფესიას, რომელიც ცდილობს ტექსტით და მე ვარ ადამიანი, რომელიც სამყაროსთან ურთიერთობს ტექსტით, ანუ მე თქვენზე უფრო მეც გავიგებ, რომ ნახო თქვენი დაწერილი ან რას ლაპარაკობთ, ვიდრე ვთქვათ, აი რომ ნახო
თქვენი ნახატები, ან როგორ მღერით, ან თქვენ თავზე რას ამბობთ, ან რაღაცა არის სამყაროს შეცნობის სხვადასხვა გზები. ჩემთვის ეს ტექსტია და ასია კასტინგის მენეჯერისთვისაც ის უყურებს ტექსტს და ხვდება ვინ გვჭირდება. ხანდახან ვეუბნებით ერთმანეთს, აი ეს ხო არ არის კარგი, მოდი ეს გადავიღოთ. მაგრამ ეს არის მთლიანად მინდობილი, ან სცენარი არის ჩათვალეთ ნახევარფაბრიკატი. ანუ ჯერ სცენარი იწერება და იმას ერგება მერე გუნდი მაგას. მერე გუნდი არის, იქ უკვე ის გადაეგზავნება პროდიუსერს, იქ ხდება მერე შეკრება, მე ისევ ამ დროს მეორე სერიას წერ, ისინი ირჩევენ მსახიობ, მეც მაგ შეიძლება ჩემი იდეა ხმის უფლება, რომ მოდი აი ძალიან კაი გოგო ვნახე Facebook-ზე და ცადოთ, რამდენიმე მსახიობი ასე მე მომხვდა თვალში, რომ შეიძლება გამოგვადგეს და მართლა ასე იყო. და მე ისინი ირჩევენ და მე რო ვუყურებ, აი ხვდები რომ აი ამ მსახიობს აქვს უნდა მოვარგო მეც ჩემი ტექსტი. აი მის ტემპერამენტს, მის შესაძლებლობებს. ზოგი მეცოდება რომ პატარა როლზე მოიყვანეს, აშკარად ხედავ რომ აი შეუძლია რომ გაფრინდეს და მე უკვე ვცდილობ რომ აი რაც დაწერილია იქ ვეღარ, მაგრამ შემოვიყვანო მისი როლი გავაძლიერო. არის კიდე რაც თქვენ წეღან თქვით, აი მაყურებელი როცა გრძნობა ვიღაც შეუყვარდა ძალიან და მე შენც ატენი და ატენიო. ზომიერება არის გემოვნება. თავარი რაც ადამიანს ჭირდება რომ გემოვნებიანად დარჩეს. ეხლა რაღაც თვითქებით არ ვამბობ ამას, უბრალოდ ეს არის წესი. არა, მესმის ხო, აბსოლუტურად. რომ უნდა დაიცვა ეს ზომიერება. არ წახვიდე მაყურებელთან კონფრონტაციაზე, არა ეხლა მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ და გადართეთ, ესე კი არა. მაგრამ არც დათმობაზე არ წახვიდე. იმიტომ რომ დათმობაზე წასვლა არის რომ მარტო მათ რაც უნდათ ისაკეთო და კონფრონტაციაზე წასვლა რომ არ თავზე აკეთო, ხო, მაგრამ ძალიან კომერციულსა და არ თავს შორის არის რომ მე რაც მომწონს, თქვენც მოგაწონოთ ის. ან თქვენ რაც მოგწონთ მარტო ის კი არ შემოგთავაზოთ, აი მე რაც მომწონს ეს ვეცადო რომ თქვენც მოგეწონოთ. აი ძალიან მაგარ რაღაცამდე მივედით ახლა რა. რამდენი პროცენტი არის თითოეულ პერსონაჟში თქვენი ნაწილი? ეგ ხო ეგრე არის მიღებული, რომ ეგრე ფიქრობენ, რომ ვინც წერს და შენ რაღაცა თავისი ხო ანუ ვარ თუ არა პლეხანოველი მიშკა ცოტა კი ალბათ კი რა თქმა არა უფრო იცი რა არის ალბათ რა თქმა უნდა ან წარმოსახვის უნარი არის ისეთი რომელიც რომელსაც შეუძლია არა წარმოსახვის უნდა დააკვირდე ადამიანებს უბრალოდ გაიხსნა ყველა ვიცნობთ თქვენ ახლა ვერ მოყვებით ვინმეზე ვისაც კარგად იცნობთ მაგრამ თქვენ არ ხართ მაგალითად დედა თქვენზე მეგობარზე რაღაც ტიპაჟზე რომელიც მოგწონს აი ვუყურებ ხოლმე კიდე ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია Instagram-ზე, TikTok-ზე და აი რა პერსონაჟებს რო იღებენ და დაკვირვებენ. ნუ ჩემი მე სადაც ვარ, ეს არის კამერის უკან რასაც გრძნობ. აი რო ამბობენ ხოლმე ეს არის ლიბერასტული სერიალი. და ხო, აი ეს პათოსი მთლიანი, რის გამოც სერიალი რაღაცა გარკვეულ იდეოლოგიას ატარებს ეს კი ეს არის ჩემი სათქმელი. მაგრამ კონკრეტული ბაბულიკიც თუ ბაბუ ცოტა ვარ ყველა რა თქმა უნდა, რადგან მესმის შემიძლია ვიყო, ხო, ანუ ეხა შევძრე ხო, თუ დამჭირდა შემიძლია ვიყო გრიშა კაკაჩია, ხო. შემიძლია, უბრალოდ თავარი არის რომ აი წერის სწავლის დროსაც სულ ამას ვამბობ. ნუ რაფერზე ნუ იტყვით რომ ეს არ შეიძლება, ეს საქართველოში არ ხდება. ეს გამორიცხული, ეს დაშვება ყველაფრის უნდა გააკეთო და რაც თავარია. შეიძლება არ მოგწონდეს ვიღაც, მაგრამ შეგეძლოს მისი გაგება. გაგებაც არ გულისხმობს რომ მე აიმე შვილი მოუნათლო და არა ხო, ანუ მის ადგილას წარმოიდგინე. მოტივაციები იცოდე, რატო იქცევ ადამიანი ცუდად. ნუ იმიტომ რომ დეგენერატია და всё გავიარეთ, არ გაქვს ეგ არ არის სცენარი. სცენარი არ გავიგო მისი მოტივაცია. რას რატო აკეთებს, რა მიზანი აქვს? აი მოლაპარაკებაზე რომ მიდის ადამიანი. რა ამოძრავებს სინამდვილეში. თუ მე ვიცი რომ მას აქვს რაღაც აჯენდა თავისი და გეგმა მაშინ მე შევეცდები რომ ჩვენი პოზიციები დავაახლოვო და არა ის რომ თლიანად შეუცვალო დღის წესრიგი. ამიტომ არის ბევრი იმედგაცრუება რომ ჩვენ არ გვინდა გამოვიცნოთ სხვები რაც გრძნობენ და ფიქრობენ. და სცენარისტობა ეგ არის. პერსონაჟებზე რადგან ვართ ძალიან მაინტერესებს ერთი რაღაც ზოგადად ძალიან დიდი ხანია მაინტერესებს. ყოფილა პერსონაჟი რომელიც თქვენ გაგცდათ, ანუ თქვენ როგორც გინდათ რომ წაგიყვანათ, ისე არ წავიდა და რაღაცნაირად თავისი გზა გაიხსნა და თვითონ წავიდა. თვითონ წაიყვანა თავისი ლაინი რა. პერსონაჟმა თუ მსახიობმა? პერსონაჟმა. ნუ ხო რაღაც დროს ხვდები რომ შემოგეზარდა მონსტრი მაგალითად. თან პირიქით რაღაც გეცოდება ის და ზოგადად ყველაზე მაგარი ცი რა არის სცენარისტობა. შეხარ დემიურგი, ანუ რასაც გინდა იმას იზო, რასაც რეალურ ადამიანს ვერ უშვები,
იმიტომ რომ გაკავებს ინდისი კონსტიტუცია, სისხლის სამართლის კოდექსი, ზოგს ეკლესია, რა ვიცი, ბევრი რამე გაკავებს, ხო? იქ შეგიძლია შენ ამ ადამიანების ცხოვრებაში მაქსიმალურად ჩაერიო. იმდენზე რომ მოკლა კიდევაც თუ ძალიან ყელში ამოგივა. ამიტომ ვისაც თქვა სამყარო შეცვლა, უნდა შეუძლია შექმნას თავის მიკრო სამყარო და იქ რაც უნდა აკეთოს. აი ესეც არის სცენარისტობა თერაპიის კუთხითაც რა. აი შეგიძლია შენთვის დაწერო მარტო და აი წერილებს ხო გამოძრაობს წერილობა არის რაღაც ტიპის ნევროზი. ადამიანი რომელიც არის აბსოლუტურად შვიდი ძალიან ადეკვატური არაფერი აღარ აოცებს და ყველაფერთან შეგუებულია იმიტომ რომ იცის რომ ამოუვა ცხოვრება ძალიან გაუჭირდება რაღაც დაწეროს იმიტომ რომ ეს ემოციური ფონი სულ გჭირდება რა და გაინტერესებს მე სულ მეშინია სკლეროზზე მეტად მეშინია იმის რომ არ დავკარგო ცნობის მოყვარეობა ერთჩვენერ დღეს არ აღმოვაჩინო რომ არ მაინტერესებს აღარც ადამიანები აღარც ახალი ამბები და აღარც როგორაა მოწყობილი სამყარო და როცა შენ სამყაროს მოაწყობ იქ მე ხო შეიძლება რაღაც პერსონაჟი გაგექცეს მაგრამ მოდი აქ დაუძახებ და მაგრამ აი ეს პროცესი თვითონ რომ შენ ხარ შემქმნელი რაღაც ეს ამბიცია ხო ყველას გვაქვს რომ რაღაცას ქმნით და მე გვიყვარ შვილივით მე ერთჩვენერ დღეს დავაფიქსირე ერთი შვილი მყავს და აღმოვაჩინე რომ ორი რაღაცა ეგეც დაწერილი ქონდა წინასწარ ხო რომ ზუსტად ისე მწყის ჩემი ცოლის და ქალებს რო ლანძღავი როგორც ჩემი შვილს ლანძღავი თინა ბოდიში მესეა არ ვიცი ძალიან ის არის აი მე იმიტომ რომ იმდენი რესურსი გაქვს ჩადებული ამაში რომ მე ეს რაღაცა დებილობა და რაღაცა ვაიმე როგორ განიცდი მაგრამ მე ჩემთავს უთხარი რომ არ წაიკითხო ყველაფერი და იმიტომ რომ შეიძლება უნდა ამოარჩიო რაღაც ადამიანთა ჯგუფი რომლისაცაც პატივცემ ან სცენარისტები არიან ან კარგი გემოვნება აქვთ რა და გაითვალისწინო აი ბევრჯერ სხვას შორის უფრო შენიშვნა გამითვალისწინებია მაყურებლების როცა გზნობ რომ მართლები არიან შეიძლება იქვე არ დავეთანხმო მაგრამ სახში მე და ეგ ძალიან საინტერესოა ესე მაგალითად როიდებოდა რაღაცა რომელიმე სოციალურ ქსელში რაღაცა მონაკვეთიან რაღაცა ესე ეჯექით ხოლმე აი მართლა ნახულობდით ხოლმე აი კომენტარებს და მართლა გულთან მიდიოდა და თქვენთან მანამდე ადრე თავიდან ჩვენ ანუ სოციმედიას მართავდა არაჩვეულებრივი ჩვენი სოციმედია მენეჯერი სალომე ბარკერი მასებარა და მისი დამსახურება მათ შორის ის რომ Facebook-იდან ტელევიზორთან წამოიყვანა ხალხი და ძალიან ზუსტ აქცენტებს აკეთებდა რა უნდა ამოჭრილიყო რა ყველა კომენტარს უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვასწრებდი იმიტომ რომ სცენარის წერას მიქონდა მთელი დღე და ეგ მშველი და რომ ფიზიკურად ვერ ვასწრებდი და ხანდახან რაღაცეებს მე მაინც ან დედა ჩემი თქვა შენზე იცი რა დაწერეს და თავიდან განვიცდიდი მე მივხვდი რომ ეს მე ხელს მიშლის და თან ჩემი ოჯახის წევრებსაც უთხარი, როცა საჯაროდ გამოვჩდი პირველად და მოყვა ამას რა თქმა უნდა, როგორც მიყვარ ხარ, ისე მძულ ხარ კომენტარები. რომ როდესაც ადამიანი გადაწყვეს, რომ რაღაც აკეთოს საჯაროდ, თუნდაც თავისი ვლოგი. აი გადაწყვიტე, რომ აჩვენო შენი სახლი და შენი ცხოვრება. უნდა მზად იყო. რომ ვიღაცას არ მოწონ ხარ და არ უყარ ხარ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. აი უბრალოდ თვითონ არის ცუდად და უნდა რომ მოგანთხიო შენ, მაგრამ მე თავს ამით არ ვიწყნარებ ხოლმე. ხა ვიღაცა რომ მიწერს რომ შენ ხარ მახინჯი, ღორი და დებილი რაღაც, ხა ეს მე რაში მომეხმარება, მაგრამ ვიღაც რო წერს რომ აი არასენსიტიური იყო რაღაც ხაზში ცოტა მეტი ემპათია არ გაწყენდათ, თქვათ ვიღაცის მიმართ, ფიქრობ რომ ალბათ კი ყველას მიმართ არ მქონდა შეიძლება სწორი კვლევა ჩატარებული ან სწორი პოზიცია და ნუ კი ვითვალისწინებ რა. არაფერი არ დაგვაკლდება მაგით. ხო, ჯანსაღი კრიტიკა როგორც ეს ძალიან იშვიათობაა, მაგრამ კეთილგანწყობილი ადამიანების კრიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეს არის სხვა ხედვა, რომელიც შენ გეხმარება. აი დეტალებს ნახ გამახსენდა რა ჩვენს თავარ თემას რო დაუბრუნდით, აი თქვენ თვით რომ აი მთელი დღე წერდი და იმის დრო არ მქონდა რომ რაღაც. აი ესეთი რაღაც მინდა თქვა რა იდეაში გასაუბრებებზე არის ხოლმე ეგეთი შეკითხვა, მაგრამ ჩვენც რაღაც სტილი გასაუბრების არ გვაქვს, მაგრამ იდეა ის არის რომ რაღაც დავანახოთ, აი ერთი დღე რომ მოყვეთ, აი სტანდარტული
სცენარისტის, აი თქვენი როგორც სცენარისტის და ერთი დღე როგორ არის იმუშა პროცესი გაწერილი, როგორი იყო, რომ წარმოდგენა გქონდეთ, რომ აი თელი დღე რომ მიაქ, ეს თელი დღე რას მიაქ, თელი დღე ვზივართ, გადავწერთ, დავხევთ, თავიდან გავაკეთებთ, რა აი ვიკვლევთ მანამდე თუ ასე შემდეგ რა. თვითონ წერის პროცესი. აი პროცესი რა, სცენარისტის ჯერ აუთლაინი მე და ჩემი პროდიუსერი ვაკეთებდით აუთლაინი კეთდება, ანუ აუთლაინი არის ის რა უნდა მოხდეს სერიაში და გაწერა თუ ეხება, ნუ დილით გებოდი. სვამდი ყავას. ეგეთი მოსაწყენი დღე როგორც აქვს სცენარისტს, თუ არ ვიგულისხმობ თვითონ წერის პროცესში რამდენ ადრენალინს და დოპამინს გამოყოფ, არც არ ვხევდი, იმიტომ რომ კომპიუტერში წერ და შეიძლება წავშალო, ჩავასწორო, მაგრამ მაინც რო ვაგზავნი მე უკვე თავიდან დაწერა არ მიყვარს, ხოლმე ნეტო ვცდილობ, რომ საბოლოო ვერსია გაუშვა. და მე მართლა მთელი დღე ვიჯექი და ვწერდი. ამიტომ ჩემ ჯანმრთელობაზე ეს არ აისახა კარგად მაინც. სკამის ფორმა მიიღე ამდენი. ხო, არამოძრავი ხო და მე ვცდილობდი რომ ფეხით, ანუ ყველა პროფესიას, რომელსაც აი ამდენ დროს უთმობ, მოაქვს მე ეს ფიზიკური დისკომფორტები რა. ეხლა ვცდილობ, რომ ფეხით წავიდე, ყველგან მოვიდე რაღაც, იმიტომ რომ ნუ ეხლა აღარ ვწერ, მაგრამ როცა ვწერდი, ამას მიქონდა მთელი დღე. ისე რომ მე მივხვდი, რომ ცხოვრება გადის და რაღაცებს ვერ ვასწრებ, მეგობრებთან ურთიერთობას, საყვარელ ადამიანებთან მეტი დროის გატარებას, შვილისთვის მეტი დროის დათმობას და რაღაცეებისთვის, მაგრამ მე შემცირდა ეს დრო, იმიტომ რომ იწაფები 10-დან 9-8 საათზე ჩამოვიდა. რაღაც ოპტიმიზაცია გაკეთდება ხო. მაგრამ აი არასოდეს არ მინდოდა რომ ვინმე დამხმარებოდა. ეს ძალიან ცუდ თვისება არ გაიმეოროთ თუ სცენარისტებს. მე დავწერ რაღაც ესე რო. აი დახმარებით როგორ უნდა დაგეხმარო დღეს? არის მე მქონდა ეს ჩცდ-ზე ვთქვი, თორემ მე მქონდა ჩვენ კიდევ ერთი სერიალი ხელოვნური სუნთქვა, რომელსაც წერით მე და დათო გაბუნია გადასარევად, ვიჯექით, მოვიფიქრებდით ერთად. დიდი პატივისცემით და სიყვარულით ერთმანეთის მიმართ, რომ ვის რა იდეა აქვს, რომელი ჯობია, არც მე მიჭირდა იმის აღიარება, რომ შენ რა კარგად მოიფიქრე. ანუ ესეც არის საკუთარი თავის უკან გაწევა საქმის ხათრით. ოღონდ ამას პათეტიკის გარეშე ვამბობ, იმიტომ შენ ვეიგებ დროს, აი ხარ თუ ძალიან გაჯინდები, რომ შენი უნდა გაიგე. მე ერთ სერიას ისწერ და ერთ სერიას მე ვწერ, ძალიან კარგი იყო დუეტშიც. მუშაობა. ეხლა ბევრი როგორ მუშაობს, თქვა, ბევრი სცენარისტი ერთად. ეს უფრო სიტკომებს ჭირდება ხოლმე, იმიტომ რომ ან დიდ სერიალებს ეხლა ამერიკაში დიალოგებს სხვა წერს იმას, სხვა ეს არის ფუფუნება თუ არის ამის კი, მაგრამ სიტკომზე არის ბრეინშტორმინგი, ანუ ფორმულა კრეატივს აკეთებდა ადრე იუმორისტულ სერიალს და ბევრი სცენარისტი ყავდათ და ხუმრობებს წერდნენ. ყველა, იმიტომ ერთი ადამიანი ხას ხუმრობას ვერ დაწერს. შეიძლება დაწეროს რაღაც ირონიული კომენტარები, როგორცაც მე წერდი, თქვა, ჩემ ცოლის დაქალებში ან ხელოვნურ სუნთქვაში, მაგრამ იუმორისტულ სერიალსაც ყველა სცენა უნდა დამთავრდეს, ეგრეთ წოდებული შუტკით, იქ გჭირდება ბევრი ტვინი, ბევრი თავი, ბევრი იუმორი, ბევრნაირი. და იქ იკრიბებიან, წერენ ხუმრობებს და მე მთავარი სცენარისტი აწყობს. მაგრამ ეს ჩემი წერა, თუ ეს არ იყო დათოსთან მუშაობის გამოცდილება, თუ იყო მარტო როცა ვწერდი, იყო რომ მართლა მთელი დღე ვიჯექი და ვწერდი. მაგრამ მაინც ძალიან დიდი სიამოვნება ის წერის პროცესი. თვითონ პროცესი ხო, თუ როცა გიყვარს ალბათ. კი, ხანდახან იღლები. ანუ მთელი სამყარო. ხანდახან გინდა რომ აი მართლა მარტო წამოწვე და მეტი აღარაფერი არ გაკეთო, იმიტომ რომ იღლები, მაგრამ მე გახსენდება რომ ვიღაც მოგწერს, არ დამავიწყებ, აი ბევრი რო არ მოგატყუოთ, მართლა ბევრი ქება მიმიღე. ბევრი ლანცხვაც, მაგრამ ჩვენ ქებას ვიმახსოვრებთ, იმიტომ რომ კარგად ვიყოთ და. მაგრამ ერთხელ როცა ვიღაცა მითხრა, რომ დეპრესიის დროს უყურებდა და რაღაცნაირად მოდიოდა ხასეთზე, აი ეს ჩემთვის არის, რა ვიცი, ხლა ერთ ადამიანს მაინც თუ ეგ იცი, ეგ განცდა მართლა არსებობს, რომ აუ ვიღაცას დავეხმარეთ, ან ისე რომ დიდი ძალის ხმევა, ესე პირდაპირ კონტაქტიც არ ქონია. მოაქვს რაღაც დიდი ჯილდო. გონია მე მართლა აი მაგ დროს წმუნდები რომ შენ საქმეს აკეთებ. ხო ეს გიყვარს და სიყვარულის გარეშე არ გამოდის მართლა. არ გამოგდის. აი რაღაცნაირად გრძნობს. ანუ იდეაში პროფესია აღარ არის ხა თქვენთვის ცხოვრების ნაწილი. ხო, არა. აი გრძნობს თან მაყურებელი. არ ვიცი, მე არ მჯერა არაფრის ზოგადად, მაგრამ ენერგეტიკული მიმოცვლა მაინც ეთყობა არსებობს, იმიტომ რომ როგორც კი სცენარისტებს თვითონ ბეზრდებათ ხოლმე რაღაც
მაყურებელი როგორ გრძნობს იცი შეიძლება პროფესიულობის ხარჯზე და თავისი პროფესიონალიზმის ხარჯზე ვიღაც გამოცდილმა სცენარისტმა მაინც კარგად გააკეთონ მაგრამ მისი გულგრილობა და გაციება ისე ისახება მაყურებელზე რომ აი ძალიან უცნაური ქიმიაა მით უმეტეს ისეთ პროექტში როგორც ცოტა იყო რავი აი პირდაპირ ცოცხალ რეჟიმში ხდებოდა ანუ განვითარება მისდევდა ხანდახან ალბათ ხო ცოტა ჰოუმ ვიდეო თქო ის იყო რომ აი კვირის ბოლოს რო ნახულობდი შეიძლება წინა კვირას რა მოხდა მიახლოებით რაღაც აი შეჯამებას ავიდი ხო გაგიმხდა აი მაგალითად იყო ხოლმე რომ რაღაც ტელევიზორში გადის და სასაცილო თქვა ხე გადააქვთ ან რაღაც რა ვიცით და სცენარი კი დაწერილია და იქ არ წერია მაგრამ რეჟისორმა ხო ნახა ტელევიზორში და გადაღების დღეს შეიძლება ჩაამატოს რაღაც ეგეთი ბევრი ქონდა ხო ძალიან მაგარი მაგრამ მაგაზეც მემაქებდნენ რეჟისორების არა იმდენად ცოცხალი იყო ხო გეუნებით რა ერთ-ერთში მიყვებოდა ხო ნუ პროცესებს რა ყველაფრისას და ეგეც იყო ხო მე ვფიქრობ სიყვარული დაკვირვება და დისციპლინა აი სამი რაღაცა არის რაც გაწერინებს აი დისციპლინა შემოქმედებით პროფესიალებს ვსაუბრობთ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დისციპლინა ახსენეთ არ ვიცი ხო ეგ რაღაც რო იძახე რა აი მე რომ მუზას ველოდო კვირაში 3 სერია ვერ გავა დისციპლინა ყველაფერს ჭირდება თუ ვინმეს გონია რომ მოცარტს არ ქონდა დისციპლინა ან ბახს ძალიან ცდება შეიძლება იყო ექსცენტრული, შეიძლება იყო გადამგდები რაღაცაში, მაგრამ შინაგან დისციპლინაზე მაშინ და შინაგანიც და გარეკანიც. აი მე დედაჩემთან ვიყავი, დედაჩემზე ვიყავი გაბრაზებული რატომ ატარა მუსიკაზე, რომელიც მე არ მინდოდა. და თან მაყრევინებდა აი რაღაც ადისტურად ესე 6 საათი 5 საათი რაღაც არ მქონდა თან ნიჭი ხა მე თვითონ უგრძნობდი და მასწავლებელიც არ გამოხატავდა რაღაც იმას რომ ჩემგან რამე დადგება და ხო არა და მე ხოიც ბავშვი რომ უგრძნობს რომ რაღაც არ გამოდის არც უნდა მაგრამ ეს მე დამეხმარა რომ მივიჩვეული ვიყავი რომ რაღაცა ზიხარ და აკეთებ 5 საათი თელ სამყარო სცენარისტობამდე ხო და ხა სადაც მუსიკას უბრალოდ ძალ დაწერას რაღა უნდა პროფესიაზე მაქვს აი უშუალოდ პროფესია ხა თქვენ კი ამბობთ რომ და ესე არის ალსახად რომ თქვენი ცხოვრების ნაწილია მაგრამ პროფესიულად რა აი რა არის ყველაზე დიდი მცდარი წარმოდგენა ამ პროფესიაზე აი ყველაზე მცდარი წარმოდგენა ალბათ არის კაფეში ლეპტოპით რო შედან ან სადღაც გვინის ჩიქით და ცოტა რაღაც ბევრი ხალხი ნუ ვიღაც ალბათ ასე წერს მაგრამ ეს არის რაღაც ეპიზოდი ესე შეიძლება დაწერო ერთი სცენა ან ხანდახან გახვიდე ხოლმე დაწერო ან მართლა მიანიჭვე ხე შენ თავს ამდენი სიამოვნება რომ ცოტა რთულია ანუ რაღაც დისციპლინას ითხოვს და რუტინულია და მთელი ეს პროცესი ესეთი აღმაფრთოვანი რაც აქამდე ვილაპარაკე აი ეს რაღაც დოპამინი და ენდორფინი და გახარებულობა და რაღაც ახლავს ძალიან რუტინის სიყვარული უნდა შეგეძლოს აი ეს არის რუტინული ადგები მოწესრიგდები ყავას დალევან ჩაის რომელსაც ვამთ და მე იწყებ წერას და ეს არის ჩვეულებრივი სამსახური როგორც გემის ჩატვირთვა რაღაც ანუ შეიძლება შემოქმედებითი არის აი ეს პროცესი თვითონ წერის მაგრამ ტექნიკურად ეს არის ჩვეულებრივი სამსახური რომელზეც ვერ იტყვი რომ მე მუზას ველოდები ფიქრობ, აი ფიქრობ, მაქვს ხოლმე სანამ დავიწყებ. აი რომ მეტყვიან თქვათ რაღაც აუთლაინი გვინდა, ვეუბნები რომ მე შეიძლება ეს ვერ მოვიფიქრო ორი თვე. აი გაიჭედო და ვერ მოგივიდეს თავშეთმა თუ რაღაც დავიწყე, ეს არის უკვე სამსახური. ჩვეულებრივ როგორც ბანკში, სკოლაში, როგორც ექიმები არიან, ხა ზოგ ძალიან უყვარს თავის საქმე და სიკვდილთან ბრძოლად აღიქვამს. მაგრამ იქ მე არის, რა ვიცი, ლიმფასი, სხლი, ჭირკი, გაჭრა, ან ტექნიკური ნაწილიც აქვს ამას, რომელიც მაყურებლის შეიძლება საინტერესო არ არის, მაგრამ ვინც პროფესიას ირჩევს, იმისთვის საინტერესოა, რომ სცენარისტობა ჩვეულებრივად ისწავლება. როგორც ხატვა. წერა შეგიძლია ისწავლო, ოღონდ მერე კარგის დაწერთ უცუცე, ამას უკვე თავად წყვეთ. ხო. სადღაც თავდება ლექტორისა და აი ზუსტად მანდარი რა ის რჩევის ამბავი არის უნარები და არის ნიჭი. კი. ხო? რომელ უნარს გამოარჩევდით? რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ ნიჭზე ცოტა უფრო მაღლა დგას. აი ამ პროფესიაში. სკილი რომელიც ჯობს მაღლა არ ვიცი, მაგრამ იგივენაირად გჭირდება. ეხლა ნიჭი თუ არ გვაქვს მე რა, აი თქვათ ვარ ძალიან შრომის მოყვარე. მაგრამ არ მესმის ის სხვადასხვა ხმა, რომელიც ჩემ პერსონაჟს უნდა გქონდეს და რას ნიშნავს ახლა მაგალითად ეს სხვადასხვა ხმა? ანუ არ უნდა ილაპარაკოს ყველამ შენი ლექსიკით.
არ შეიძლება რომ ბაბულიკი და მანანაბებო ლაპარაკობდნენ კეთდებოდნენ ლექსიკით. ამიტომ აი ეს უნარი გაარჩიო ბევრი სხვადასხვა ხმა, არ დაგეზაროს დაკვირვება და მოსმენა უფრო გიყვარდეს ვიდრე ლაპარაკი, რაც ამ პოდკასტში მე მაგალითად ახლა არ მეტყობა. მაგრამ მოსმენის გარეშე არ არსებობს, რომ მოსმენა არის ერთ-ერთი მოსმენა დაკვირვება, შრომის მოყვარეობა ჯერ და მე ნიჭი უკვე არის ის ინგრედიენტი, რაც მე ამ ყველაფერს აქცევს იმად, რომ ვიღაცა მართლა შეხედოს. ხო, აი ხატვაც ხო ეგრეა. ყველას ასწავლიდა ხატვას, მაგრამ ნუ ყველა ვერ იქნება მე მხატვარი. იდეა ნიჭია, ეს როგორ აქციო, თქვა კარკასის გაკეთება შემიძლია ადამიანს ვასწავლო. როგორ გააკეთო სცენარის კარკასი. და მე იმ ყველაფერს როგორ შეავსებს ეს მის გემოვნებაზე, ნიჭზეა დამოკიდებული, მაგრამ უნარზე კიდევ ერთხელ ეს არის დაკვირვების უნარი, ეს არის დისციპლინირებულობა და მოსმენის უნარი. სამყაროს შეცნობა სხვებით. აი ეს არ უნდა დაგეზაროს. ეგ მე მგონი არა მარტო სცენარისტობის ამბავში არის რა. ძალიან მნიშვნელოვანი უნარები ჩამოდი მით უმეტეს სამყაროს შეცნობა სხვებით ეგ ძალიან დიდი რამე. ნუ ხო, მაგრამ აქ მაინც ძალიან გჭირდება, იმიტომ რომ მაშინ ყველა შენ ხარ მართლა. ანუ ყველა ხო გინახავთ რაღაც წიგნი ვერაც არჩევ ხა ვინ ვის ელაპარაკება. ძალიან ბევრ ქართულ ტექსტს აქვს ხოლმე ეს პრობლემა, რომ ვერ არჩევ ვინ ვის ელაპარაკება. ანუ სახელის გარეშეც უნდა მიხვდე, რომ აი ეს ახლა არის პლეხანოველი ძველი ბიჭი. ან ეს არის დედა. მე ხა ჩვენ გვაქვს ხოლმე სტუდენტებთან ეგეთი სავარჯიშო, რომ 10 ფრაზა უნდა ჩამოწერონ და მე მივხვდე და სხვაებიც დანარჩენი სტუდენტებიც ვინ არის ეს. აი მაგალითად მოიცვი რო გახვალ ჟაკეტი დღეს თუ იმას აპირებს. ეხლა ეს ვერ იქნება მეგობარი, ხო? ეს არის დედა ან ბებია, როგორც წესი. ლარი ჩამირიცხე? უბნელი. დამირეკე საჭორაო მაგ? ანუ ფრაზით უკვე მიხვდები ვიზე ვლაპარაკობთ. კი ბატონო. კაი, ესეთი პატარა თამაში გვაქვს თქვენთვის მომზადებული, ესე ქვია, მიხვდებით მარტივია ძალიან, მაგრამ მაინც მარტივი რატომ დამახვედრე? ვაი, მე მიყვარს რთული ამოცანა. ესე უნდა გელაპარაკოთ, აი რთული ამოცანა. მე მიყვარს ძირთულების გადალახვა. ამ ძიმეებით ეს შესვენები. პათოსით. კაი. მადლობა, ვიტყვი. Kill Fix Keep ესე ქვია რა, რომ სერიალებს ჩამოგითვლით, ქართულიც გვაქვს და უცხოურიც და რომელს მოკლავდით, რომელს გადაარჩენდით და რომელს შეცვლიდით. მეგონა რთული არის საერთოდ და არ არის მარტივი თამაში. ხო, არა, რთულ და თან ეხლა რაღაც ისეც გიტყვით, ძალიან გაგიკვირდება, ძალიან ცოტა სერიალი მაქვს ნანახი. მართლა? კაი, ქართულები მგონია რომ მაინც ყველა იცი და თქვენს შეხება გაქვს და აი უცხოური ნახოთ. Kill Fix და Keep. Breaking Bad. რომელია თქვენთვის? არა, ეხლა ნუ რა თავხედობ. არა, ძალიან საინტერესოა. არ არსებობს ახლა ეს თამაში, იმიტომ რომ ქართულ სერიალებზე ქართველმა სცენარისტმა არ უნდა თქვას, რომ შევცვლით, ეს არის ჩვენი კოლეგიალობა ერთმანეთის. და მაგრამ თქვენი სერიალებიც არის ქვემოთ. ხო. და ის Breaking Bad შევცვლით კიდე რა უბედურება ახლა გიჟი კი არ ვარ. შევინარჩუნებდი. Keep. Okay. Game of Thrones. ცოტა შევცვლიდი რა. აი დრაკონებს მოვაშორებდი, ერთი რას იზავდა ვნახავდი დრაკონების გარეშე. დრაკონების გარეშე. ტარგარიანი. აი რა ქვია, დეინერის ტარგარიანი. მე არ მაქვს ნანახი. სოპრანოს. სოპრანო ჩემთვის არის იდეალური სერიალი და ასეთი იქნება. სოპრანო არის პირველი სერიალი, რომელმაც სერიალებს უთხრა, რომ ჩვენ ძალიან მაგრები ვართ. აი რამდენჯერმე მაქვს ნანახი, აი ძალიან მაგარი. რაღაცები ისე მომეპარა იქიდან არც ვიცოდი რომ მოპარული მქონდა. შემომეპარა. შუაკალქში ეს ნუ საყვარელი ყავს. არაფერს არ შეცვლიდი, გენიალურია. ცხელი ძაღლი, ესეც ჩემი საყვარელია ვაფრე. ცხელი ძაღლი ცოტა ადრეა გადაღებული და ალბათ განათება და მიკროფონები, აი რაღაც ტექნიკური ხარი. ხელოვნური სუნთქვა. არც მანდ. და ბოლოს ეხა რასაკვირველია, რა უნდა ვკითხოთ ქეთის, შეცდე. შეცვლიდი ზოგიერთ მსახიობს, ზოგიერთ ხას, ზოგიერთ დეტალს და თავდაპირველ გულუბრყვილობას, რაც დასაწყისში მქონდა. საინტერესოა.
აი, რჩევის ნაწილზე გადადი, ეგრე ჯობია. აი, ყველაზე მთავარი რჩევა, რასაც მიცემდით, ადამიანს, რომელიც ფიქრობს, წავიდეს თუ არა სცენარისტობის მიმართულებით. თუ ფიქრობს, რომ წავიდეს და თუ მზად არის შეიყვაროს თავისი პროფესია, მე ვფიქრობ, რომ ადამიანს გამოუვა ის, რაც ძალიან აინტერესებს. ეს მე აღმოვაჩინე დამახსოვრების დროსაც. ყველაფერი მედიცინაზე ვკითხულობ ხოლმე რაღაცებს და ვერ მივხვდი, რატომ ამახსოვრდება რაღაცეები და რაღაცეები რატო ვერ მამახსოვრდება, იმიტომ რომ თუ სულელი ვარ და ვერ ვიმახსოვრებ, მაშინ ხო, მე მივხვდი, რომ რაც მაინტერესებს ძალიან, ყველაფერი მამახსოვრდება ადვილად. რაც მიყვარს ძალიან, უფრო კარგად გამომდის. შეიძლება ვამბობ რაღაც ძალიან ემოციურს, მაგრამ ამ შემთხვევაში ენდეთ ჩემ გამოცდილებას. აკეთეთ ის, რაც გიყვართ და გაინტერესებს. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დროებითი სამსახური. თუ რაღაც მაგრად გიყვარს, მე ეხა არ გულისხმობ ისეთ რაღაცას, რასაც 6 წლიდან ჩართულობა ჭირდება, მაგალითად სპორტი, ცეკვა, ასეთი რაღაცები. ეხა მე ვეღარ გავხდები წეღანაც სანამ დავიწყებდით ვიხუმრე, რომ ალბათ ბალეტს ვეღარ ვიცეკვებ. მაგრამ შეიძლება არ მინდოდა თავის დროზე და გვეცადა ხო რა ვიცი სხვა შორის არის ასეთი ის ხო არის 4 წელი რასაც აკეთებ დღეში 20 საათი თუ რაღაც 10000 საათი ჯამში ყველაფერს ისწავლი აი მე უკვე რაღაც ეს ქიშმიშები რაც ჭირდება რომ გამოირჩეოდეს შენი გაკეთებული საქმე სხვისგან მაგალითად სცენარი იქნება ეს ტორტი დაწერილი წიგნი გაკეთებული ოპერაცია აი წარმოიდგინეთ პლასტიკური ქირურგებიც კი რომელიც თითქოს რაღაც ისეთი პროფესია რომ აი ეს უნდა მოჭრა და გააკეთო რომ ლამაზი გამოდი მაინც ყოველს თავის ხელწერაა კაც აი შეხედავ ეს არის ნუნას გაკეთებული ოპერაცია აი რაღაც ეს არის ამიტომ ეს საკუთარი ხელწერა სადაც შეგიძლიათ და მართლა ეს მუშაობს ძალიან ბანალურად ჟღერს ძალიან ტრივიალურ რაღაცას ვამბობ მაგრამ რაც გიყვართ და გაინტერესებთ ის აკეთეთ და ჩვენ კიდე გავაკეთოთ ისეთი გარემო შევქნა დიდებმა უკვე ვინც გავიარეთ ჩვენი ცხოვრების ნახევარზე მეტი რომ ამის კეთების საშუალება იყოს. თავარი მაინც არის გქონდეს ქვეყანა, სადაც ადამიანს აქვს ამის არჩევანი, რომ აი რაც უყვარს და რაც აინტერესებს, იმაში კიდე ხელფასი გადაუხადონ. ნამდვილად. ერთი კითხვა გვაქვს, ბოლო, ძალიან საინტერესო და ყველასთვის საყვარელ თემას ეხება და ეს რო არ კითხოთ, ალბათ რა ვიცი, არ გამოვა ესე თქვენი გაშვება. შეცდ მართლა გრძელდება? ჩვენ ამას ახლა ამ ეტაპზე არც უარყოფთ და არც ვადასტურებთ როგორც ქართველი სელებრიტი იყო და ძალიან საინტერესოა. უღრმესი მადლობა პოდკასტ ზონას. მადლობა თქვენ წარმატება თქვენ საქმეში, რომელსაც ახლა აკეთებთ და რომელსაც მომავალში გააკეთებთ. მადლობა უღრმესი მართლა. აუ, ერთიც რა, რამე შენიშვნა გითხარით რა. რა შევცვალოთ ან რა გავაკეთო ან მაქვს არანაირი შენიშვნა. ის კი რომ ფიქრობ რომ ესეთი მაგიდა ხო არ დავიდე. მომწონს ძალიან. კარგია. ის არის სიმყუდროვე, კეთილგანწყობა და ერთი თხოვნა მაქვს რა მოიწვიეთ ვინმე ისეთი ვისთანაც იჩხუბებთ. აჰა. ერთი წლის შეცხვაც უნდა იყოს ისე. არა მე მართლა მივხვდი რომ ანუ ვინც ძალიან მომწონს მე მგონი ის ანუ მართლა იმიტომ რომ მართლა ანუ უბრალოდ უსმენდი. ეს იყო პოდკასტი შენ და მე ვერ ვისაუბრე ვასკა. ძალიან კარგი იყო. თავიდან ჩავწეროთ. სადაც თქვენი საუბარი. არა ვერ არ შემიძლია გისმენდით. შვენივრად დასვიკითხოთ. მოკლედ შეჯამებისთვის ქეთი უღრმესი მადლობა დრო რომ დაგვითმე კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ და ძალიან კაი კითხვები გქონდათ განსაკუთრებით თქვენ. მადლობა ძალიან. მაგარია. პოდკასტ ზონას დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენი ეპიზოდები აქ იწერება. ეს ვორქშოპია, გვიყურეთ.